დღეს ვიტარებ წაღენ გავუღვიძე. ასე რომ ჩავიტაროთ ერთად. სახედავი ბანე უკვე და ძალიან მინდოდა მეჩვენებინა პროდუქტი, რომელზეც არ ვიცი, გაოცებული დავრჩი მართლა. ეს არის ბილიფის ნიაცინამიდი, რომელსაც აქვს საოცარი ტექსტურა. გაჩვენებთ, არ ვიცი რამდენად გამოჩნდება კამერაში, მაგრამ დარჩას, მაგრამ შიგნით ურევია ოქროს ფერები. და საოცარ ბზინვარებას აძლევს სახეს და შემდეგ მთელი დღე ის ბზინავს კანი, რომ ვერ წარმოიდგენთ მართლა. ეს პროდუქტი საკმაოდ დიდი ხანი მქონდა. ხოდა რაღაცნაირად ვერ მოახერხე დატესტო, ამიტომ რომ გამოვიღე, შრატი რომ გამომელია და დავტესტე. შოკი მივიღე, ისე საოცრად აბზინვარებს, კარს სულ ჭყვიალები მაქვს მართლა. ახლა გამოვიყენებ ზემოდან კიდევ კოლაგენს, რომ კიდევ უფრო კარგად დავიტანიანო. ჯერაც გამოფხიზლებული არ ვარ. საერთოდ არ მძინები, შიგადაშიგ რამდენიმე წუთი მეძინა, ბოლო პერიოდში საერთოდ ვერ ვეძინებ, არ ვიცი რამ ჭირს. საშინლად მძინავს და არ ვიცი, უნდა გამოვასწორო და უნდა ვეყიდო მელატონინი და დავლიო ეს, რომ კოშმარია მართლა. დამატენიანებელი. ადრე ავდექი დღეს 6 საათია ახლა, იმიტომ რომ ჩემი და უნდა ჩამოვიდეს და დავუხდე. ასე რომ დღე დავიწყოთ ადრე და ერთად ბოლო ნახევარწლის განმავლობაში იმდენად ამოვარდი კალაპოტიდან და იმდენად ამოვარდი ყველაფრიდან და იმდენად შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, რომ კოშმარია და არ მიყვარს ესეთ რაღაცები რო ხდება. ამიტომ ახლა ისევ უნდა ჩავდგე, ისევ უნდა გავაგრძელო. რაღაცნაირად მოვიწყო კარგი რუტინა, რომ გავაბალანსო და ფიზიკურად და კარგად ვიგრძნო თავი, იმიტომ რომ ახლა ნამდვილად არ გვგრძნობ თავს მომატებული კილოგრამების გამო, თავს რაც ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება და ცუდად მოქმედებს, ასე რომ ნელა მინდა შევიმუშაო ის რუტინა, რომელიც დამეხმარება, რომ ეს სწორად დავიკლო, თავიც კარგად ვიგრძნო. ესეც ესე ჩემი კანის მოვლის რუტინაც მორჩა. ბოლო პერიოდში ჩემი კანი ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან მიხარია ეს. და წარბებს მივხედავ და მოკერსაც დიდად არ ვიკეთებ ხოლმე. მხოლოდ თუ გამოვიყენებ ბრონზერს ყრიმალებთან და სულ ეგ არის. არ ვიცი, გადატვირთული მაკიაჟი რაღაც ძალიან არ მომწონს. ეს რაღაც მგონი თვალების აღმოსალეთებელი, აღარ არ ვიცი რამდენად მოქმედებს. მოკლედ ესე, ახლა თმას გავიკეთებ, ჩავიცვამ და დავიწყოთ ერთად, თან გაჩვენებთ თუ როგორ ვიწყებ დღეს, რას ვსვამ და ასე შემდეგ. დავიწყოთ ერთად დღე მოკლედ. ვაშლის ძმრიან თბილ წყალს, ამიტომ ახლა ჩავამატებ უკვე თვალის ზომით. ვიცი, რამდენიც არის საჭირო. და შემდეგ დავასხავ თბილ წყალს. ნელა დავлеვ. ხოდა დილით ვსვამ წყალს, ასე. წყალს რომ დავлеვ უბრალოდ შემდეგ ვსვამ ამას წყლის და წამლის შემდეგ, 45 წუთის შემდეგ. ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის რეალურად ვისაც კუჭის პრობლემები აქვს, არ შეიძლება დილით დაიწყო ვაშლის ძმრით. არც გასახდომად არ არის ეს რეალურად, მაგრამ მე უბრალოდ მომწონს, რომ ჩემს კუჭ-ნაწლავს და საჭმლის გადამუშავებას და კუჭ-ნაწლავს თითქოს ძალიან ამშვიდებს და ეხმარება, რომ რაღაცა შებერილობა არ მქონდეს ან რამე.
ამიტომ ხო ამის გამო ვსვამ. და რეალურად მართლა მომწონს ეფექტი დილით. და როდესაც ამბობენ ხოლმე რომ ჩიას ვსვამ გასახდომად ან ვაშლის ძმერს, ეს ყველაფერი არის ანუ სესულელი არც ერთი ჩაი, არც ერთი სასმელი არ დაგეხმარება წონის კლებაში თუ ეს არ გააკეთე კვებით. ამიტომ არ არსებობს ჯერ ისეთი ჩაი, რომელსაც დალევდა დაიკრებ მომატებულ კილოგრამებს, მეც მინდა ძალიან არსებობდეს მსგავსი რა. და კიდევ დაძინების ეს ვსვამ ხოლმე იგივეს, უბრალოდ ჩაისთან ერთად. ჯინჯერის ჩაი მიყვარს ძალიან და საღამოს ვიკეთებ ხოლმე ჯინჯერის ჩაის. დაახლოებით ვსვამ ხოლმე რომ 8-ის მერე არ დავლევ არაფერი, იმიტომ რომ შემდეგ ძალიან შეშუპებული ვეღვიძებ. ამიტომ აი ხო 8-მდე 15 წუთით ადრე ან რაღაც ვსვამ ხოლმე ჯინჯერის ჩაის და კიდევ ვუმატებ ვაშლის ძმარს. და ვფიქრობ რომ ძალიან კარგია. ბევრს არ მოწონს გემო და არ უყვარს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, არ ვიცი რატომ მიყვარს ესეთი უცნაური გემოები. და ვაშლის ძმრის გემოზე უბრალოდ ვგიჟდები. შეშუპება ძალიან მეწუხებს ხოლმე, არ ვიცი რატო. რეალურად მარილიანებს არ ვჭამ საერთოდ. ხო და ვიყიდე ასეთი სპარკის ტაბლეტები, რომელიც წყალში უნდა გახსნა. და გიხსნი შეშუპებას ერთი დღე ვსვამ და შემდეგ შედეგს გაჩვენებთ. რეალურად ამ პრობლემაზე არ ვიცი, ყველა ექიმთან ვიყავი და ყველა მითხრა რომ ყველაფერი კარგად გაქვს და რაღაც, მაგრამ I don't know, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი. აქ იმედია ძალიან არ ბნელა. ხო და ბოლო პერიოდში ვარჯიშიც ძალიან მეძარება, ყველაფერი მეძარება საერთოდ. და ვცდილობ რომ იოგა გავაკეთო ხოლმე დილით და ასევე ვიკვებო მხოლოდ ბოსტნეულით და ძალიან მინდა რომ ჩემ თავს მოვუწყო. ბილები მიყვარს ძალიან, ძირითადად შოკოლადს ვჭამ, დამცხრებს რაღაცებს არ ვჭამ და არ მიჭამია წლებია. ხო და შოკოლადი მიყვარს ძალიან. და რაღაცნაირად მინდა რომ ჩემ თავს გამოწვევა მოვუწყო, რომ ანუ აი ამ დროის განმავლობაში არ გაეკარო შოკოლადს და არანაირ ტკბილს. ხო და ეს ძალიან მინდა მოვუწყო და მხოლოდ ვჭამო ხილი და ბოსტნეული. ხორცაც არ ვჭამ ხოლმე. ძალიან იშვიათად წელიწადში შეიძლება ერთხელ ორჯერ, იმიტომ რომ მგონია რომ ხორცი, რომელსაც ვყიდულობთ, არის ძალიან არაჯანსაღი. და სულ ამის შეგრძნება მაქვს ხოლმე და ხორცს რო ვხედავ, რაღაც საოცარი ფიქრები მეტრიალებს, რომ რაღაცები, ანუ ძალიან ცუდ რაღაცებს შეიცავს მოკლედ. ამიტომ ხორცს არ ვჭამ და დედად მინდა რომ ბოსტნეული ვჭამო. ეს კილოგრამები ისე მოვიმატე, რომ ვერც გავიაზრა, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც იყავი ძალიან გამხდარი და ვარ ადამიანი, რომელმაც გამოიარა კვებითი აშლილობას და დღემდე ეს მაწუხებს და ამის სხვადასხვა ფაზები და ყველაფერი გამოვიარე. ეს კილოგრამები როგორ მოვიმატე, აი არ ვიცი, ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის, ყველანაირად და შემდეგ ეს კილოგრამები რომ მოვიმატე, კიდე მეორე რთული პერიოდი დაიწყო, რომელსაც ყოველ დღე გავდივარ და აი ეს ყველაფერი არის ძალიან რთული მართლა. როდესაც ვუყურებ ხოლმე ძველ ფოტოებს და თან ვიხსენებ ხოლმე თავს, რომ იცი რა მოთმინების უდიდესი ძალა გქონდა იმის, რომ თქვათ დღეები გაგეძლო, რომ არ გეჭამა საერთოდ და რაღაცა ყოფილიყავი მართლა 20 კილო. რაღაცნაირად და ახლა რომ ვფიქრდები, რომ ანუ ამას რატო ვეღარ აკეთებ, შენ თავს უარესად სჯი, რაღაცნაირად უარესად განსჯი, აბულინგებ და ეს ყველაფერი არის კოშმარი. ხო და ახლა მინდა რომ ბევრად უფრო სხვანაირი ვიყო ჩემს თავთან და სხვანაირად მივუდგე, ვიდრე მაშინაც რომ ვუდგებოდი, როდესაც ვიყავი საოცრად გამხდარი. ხო და ჩემი თავისთვის შევქმნა უფრო ისეთი ჯანსაღი habits, როგორ არის ქართულად დამოვიწყდა. ვინც გადიოდით და ვისაც გამოვლილი გაქვთ კვებითი აშლილობა, ყველაზე მეტად ის ადამიანები გამიგებთ და გაიგებთ ამ ყველაფერს. და აი ასე.
ახლა გავაგრძელებთ ჩემი ვაშლის წმრის დალევას. შემდეგ ვჭამ ხოლმე ერთ კიბოს, იმიტომ რომ ესეც ძალიან ეხმარება ჩვენს კუჭ-ნაწლავს, რომ კარგად იმუშაოს. ახლა გავაგრძელებთ ამის დალევას. ახლა ჩემი დაც მოვა და შემდეგ გავაგრძელებთ დღეს, იმიტომ რომ რაღაც გეგმები გვაქვს, უნდა წავიდეთ აქეთ-იქეთ. ასევე ველოდები ავეჯს ერთ ნივთს. ხო და ვაწყოთ ერთად. ეს ახალი თმა ძალიან გიხდება. მადლობა. რაც გერმანიდან ჩამოვედი, საერთოდ არაფერი დამილევია ალკოჰოლი. ხო და ახლა დღეს უნდა დავიო პირველად ან ლუდი ან ღვინო. ჩვენ გადავწყვეტეთ დაგვალია ლუდი ბოლოს. ანუ ძალიან ჩაწითლებული მაგ თვალები და მთელი დღეა თვალები მტკივა მართლა. და ახლა ძალიან მეწვით და რა ისეთ საშინელი განათება რაღაცა მკვეთრო კიდევ უფრო მეწვით თვალები. And I'm stuck in the shadow. და რომელიც წინა დღეებში შევუყვეთ, რაც რამდენად ისმის ჩამეხმეს ერთხის მანქანაა ჩართული. ხო და უნდა ავაწყოთ მე და ჩემადამ და თან გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. და ნენელა ავაწყობთ ამ ყველაფერს. ასეთია ეს ფერი ხო და ავაწყობთ ახლა ნენელა. This is gonna take a long time, and I wonder what's mine. Can't take no more. Wonder if you understand. It's just the touch of your hand behind the closed door. All I needed was to love you, baby. All I needed for another day. ასეთი იყო ჩემი ვლოგი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და აკლიკეთ ქვემოთ subscribe-ს და ასევე თუ გეწონათ ვიდეო, მოიწონეთ ვიდეოც მომავალ შეხვედრამდე და კოცნით ძალიან ბევრს.